ქალაქის თვითმმართველობაში 2011 წლის შემდეგ ბიუჯეტის აუდიტი არ ჩატარებულა. საკითხს არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს. რატომ თქვა უარი მუნიციპალიტეტმა 2012-2013 წლებში ფინანსური საქმიანობის მონიტორინგზე? ამ კითხვაზე მმართველ გუნდს და მათ ოპონენტებს სხვადასხვა პასუხი აქვთ. ბათუმის მერის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოწვევას გეგმავს და არც მერიის თანამშრომლების პასუხისმგებლობას გამორიცხავს. ქალაქ ბათუმის ბიუჯეტის დაახლოებით 80% პროგრამულია, რომლის ეფექტურობის შეფასებას მონიტორინგი სჭირდება. თვითმმართველობაში კი 2012-2013 წლებში არც ფინანსური და არც პროგრამების აუდიტი არ ჩატარებულა, რასაც არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს. პირველ რიგში სანამ ბიუჯეტს ჩვენ შევადგენთ და გადავიტანთ იგივე პროგრამებს მომავალი წლისთვის, აუცილებელი არის მიმდინარე პროგრამების ეფექტურობის დადგენა. ანუ რა იგულისხმება ის რაც წლის დასაწყისში ჩვენ დავგეგმეთ, შესრულდა თუ არა წლის ბოლოს და არის თუ არა მიზნობრივი მისი შემდგომი გაგრძელება. ახლანდელი მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ ბიუჯეტის აუდიტს უნდობლობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ საკრებულოში გამოძიება კომპეტენტურმა ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს. საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ ამისთვის თანხა ჯერ გამოყოფილი არ არის. 2012 წელიც უნდა შემოწმდეს და უნდა შემოწმოს არაკერძო აუდიტორმა კომპანიამ, რომლის შემოწმების ხარისხითაც არ ვართ კმაყოფილი, არამედ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ამ სამსახურთან. ნაპირსამაგრის სამუშაოების არასრულყოფილად ჩატარება და თანხების არამიზნობრივად ხარჯვა. საკითხზე ბოლო დროს ქალაქის მერიაში აქტიურად მსჯელობენ. მერის მოვალეობის შემსრულებელი აღიარებს, რომ პროგრამების ეფექტურობა შესწავლილი უნდა იქნას და შესაძლოა ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. აუდიტორული კომპანია, რომელიც ჩვენ დაგვითვლის ამ მიყენებულ ზიანს და თუ კი ვთქვათ სხვა კუთხით არ იქნება ეს ზიანი დადგენილი სხვა სამართალდამცავ ორგანოების მიერ, თუ დავაყენებთ ამ საკითხს, ვთქვათ, პასუხისმგებლობის საკითხიც რო დადგეს აუდიტის კვლევის შედეგად, მე არ გამოვრიცხავ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ პროგრამების ეფექტურობის დადგენა ახლანდელი ხელისუფლების ინტერესში არ შედის, რადგანაც მას ალტერნატიული პროექტები არ შეუქმნია და პროკურატურის მეშვეობით ბრალდებების წაყენება ურჩევნია. რაც გაკეთდა ბათუმში, მიუღებელია ამ ახალი მთავრობისთვის და ამის გამო ხდება ის, რომ მიმართავ პროკურატურას გამოიძიოს, სწორედ ამის გამო არც ნაპირსამაგრის სამუშაოები კეთდება, არც გზები და ხიდები კეთდება, არც მთელი ის პროექტები, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. დღეს დააკვირდით, ყველა ის პროექტი, რომელიც ადრე იყო, მარტო ის პროექტები კიდევ სულს ღაფავენ. ფინანსური აუდიტისათვის თანხების გამოყოფის საკითხს ქალაქის საკრებულო მომავალ სხდომაზე განიხილავს.